მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ანდრია, კომპიუტერული ვიდეოთლების ერთ-ერთი წევრი, თაგებოდით მორიგი ახალი ვიდეოთი. დღეს გაჩვენებთ რა შეცდომებს უშვებენ დამწყებები რა კომპიუტერის აწყობისას. ეს ძალიან დიდი შეცდომაც არ არის, დღეს გაჩვენებთ თუ როგორ უშვებენ შეცდომას ახალ ბედა კომპიუტერის ამწყობებია, ესე ვთქვათ. პირველ რიგში შეცდომას ზოგჯერ უშვებენ, ყიდულობენ ინტელის motherboards ან ყიდულობენ მაგალითად ინტელის პროცესორ, ინტელის სოკეტზე დედადაფას და ყიდულობენ პროცესორს Ryzen-ის სოკეტისთვის. ეს რა თქმა უნდა არ გამოვა, იმიტომ რომ ზოგი და უმეტესობა დედადაფა არის ინტელის სოკეტზე გათვლილი. ესეც მართალია, რომ ამ შეცდომებს უშვებენ, ყიდულობენ ინტელის დედადაფას და ყიდულობენ ინტელის პროცესორს, მაგრამ ის არ ემთხვევა სოკეტებში. მაგასაც დიდი განსხვავება აქვს. თუ მაგალითად თქვენ იყიდით პროცესორს 1151 სოკეტზე და motherboards 1150 სოკეტზე, ის ვერანაირად ვერ წავა და ვერ იმუშავებს. ან თუნდაც ყიდულობენ ასეთ დედადაფას AMD-ის სოკეტზე და ყიდულობენ ინტელის პროცესორს. ეს რა თქმა უნდა არ გამოდგება კომპიუტერის აწყობაში და დაიმახსოვრეთ, რომ იქვე motherboard-თან ეწერება. დაგიბრუნდით მეგობრებო და კიდევ შეცდომები არა მარტო პროცესორებზე, ოპერატიულ მეხსიერებაზეც. თუ მაგალითად დედაპლატა იყიდეთ DDR3-ის ხარდაჭერით და ოპერატიული მეხსიერება DDR4-ის ხარდაჭერით, რა თქმა უნდა ეს არ წავა ერთმანეთს, ხო? და ძალიან დიდი შეცდომას დაუშვებთ ან პირიქით. იყიდით DDR2-ის ხარდაჭერის motherboards და იყიდით DDR3-ის ხარდაჭერის ოპერატიული მეხსიერებას. ეს რა თქმა უნდა არ წავა. როგორც არ წავა. დაგიბრუნდით კიდევ ამ შემთხვევაში უშვებენ მაგალითად ყიდულობენ კვების ბლოკს 400-365 ვატიანს და 450 ვატიან კვების ბლოკს და ვიდეო კარტად ყიდულობენ მაგალითად GTX 1080, GTX 970, RTX 2080 ან RTX 3090. რა თქმა უნდა ეს ვერ გაუკაჩავს ამ ვიდეოს დაბალი კვების ბლოკი არ ყოფნის და დიდი საშიშროება არის რომ გადაიწვას, იმიტომ რომ ვერ გაუკაჩავს ფიზიკურად ამ ვიდეო კარტებს, რაც მე ჩამოვთვალე ან ნებისმიერ უფრო ძლავრ ვიდეო კარტას ვერ გაუკაჩავს ვერანაირად დაბალი ვატის კვების ბლოკი. დააყენოთ სადღაც 650. კიდევ ხდება მეგობრებო ასეთი შეცდომები. ყიდულობენ ასეთ Winchester-ს, რომელსაც აქვს ასეთი შესაძლებლები და დედადაფას ამ კაბელის ხარდაჭერა არ გააჩნია. არც ძველებს გააჩნია. ცოტათი ახლებს ესეთი კაბელის ხარდაჭერა არ გააჩნიათ. საცურველია იყიდოთ ეს კაბელიანი შესაერთებელი, Winchester-ი ან SSD, რომელიც თქვენ მოგესურვებათ, იმიტომ რომ ამ ახალ დედაპლატებს ამ კაბელის ხარდაჭერა არ გააჩნია. დააყენებთ ესე რომ საცურველია იყიდოთ კაბელიანი. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ძალისხილაკი და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. კარგად იყავით.